მოგესალმებით, ეთერშია გურიის ახალი ამბები. სტუდიაში თქვენთვის ნინო ვაშალომიძე მუშაობს. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების დამტკიცება გახდათ ერთ-ერთი საკითხი, რომელზედაც დღეს საკრებულოს რიგგარეშეს ხდომაზე იმსჯელეს. დღეს ოზურგეთის საკრებულოს რიგგარეშეს ხდომაზე პირველ საკითხად 2026 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური დახმარებების გაცემის წესი დაამტკიცეს. დღესვე საკრებულოს ხდომაზე დეპუტატებმა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დასაფინანსებელი პროექტები დაამტკიცეს. საკითხი ეხებოდა სოფლის მხარდაჭერის პროგრამით ყოველწლიურად განსახორციელებელი პროექტების დამტკიცებას საკრებულოს მიერ. იხილავს საკითხი 2026 წლის განმავლობაში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით მოსახლეობასთან გამართული კონსულტაციებისა და ღიაკრებების დროს მიღებული გადაწყვეტილებების შედეგად დამტკიცებული იმ პროექტების განხორციელებას, რომელიც განხორციელდება მუნიციპალიტეტის 75 დასახლებაში. ეს მოიცავს სხვადასხვა მიმართულებით გარკვეული ინფრასტრუქტურის პროექტების განხორციელებას. პრიორიტეტი არის გზები, გარეგანათება და სხვა მიმართულებები, რომელიც მოსახლეობამ აირჩია თავიანთ დასახლებებში და მიმდინარე წელს განხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თანადაფინანსების საშუალებით. საკრებულოს განკარგულების პროექტს დეპუტატებმა სრულად დაუჭირეს მხარი, რაც საშუალებას იძლევა, რომ მომდევნო დღეებში უკვე დავიწყოთ მუშაობა მიმართულებით და განხორციელდეს საპროექტო ხალხსახარჯარო დოკუმენტაციების მომზადება, რომლის მიხედვით შემდგომ დასახლებებში დაიწყება აღნიშნული ინფრასტრუქტურის პროექტების განხორციელება. რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ოზურგეთის მერიის ფინანსური მხარდაჭერით ქალაქ ოზურგეთში ფარნავაზ მეფის ქუჩის მესამე შესახვევის რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა. საგზაო პროექტის ღირებულება 313,098 ლარს შეადგენს, რომლის მიხედვით გაკეთდა რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხები და მილხიდები. ამ ეტაპზე კი მიმდინარეობს გზის საფარის დაგება და ეზოებში შესასვლელების კეთილმოწყობა. სამუშაო პროცესს ოზურგეთის მერი პაატა კუნჭულია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. ფარნავაზ მეფის მესამე შესახვევში უკვე მოვაწესრიგეთ სანიაღვრე სისტემა, მილხიდები, ამჟამად კი მიმდინარეობს გზის საფარის და ეზოებში შესასვლელების მოწყობა. ეს გახლავთ ოზურგეთის მერიისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის მხარდაჭერილი ერთობლივი პროექტი, რომელიც უახლოეს დღეებში დასრულდება და ადგილობრივი მოსახლეობისთვის გადაადგილება კიდევ უფრო კომფორტული გახდება. გასარები არისო, ტალახი იყო, იამჯები იყო. აქედან წასული წყალი გზაზე გამოდიოდა პირდაპირ. ახლა გააკეთდნენ გადის. გზა გაკეთდა და გადის. გასარები არის და შეგვიძლია მშვიდობიანად გავიაროთ ჩვენ ქუჩაში. ოზურგეთის ისტორიულ მუზეუმში მუზეუმის დაარსებიდან 90 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. 90 წლიანი იუბილის აღნიშვნა ისტორიულ მუზეუმში ხელმძღვანელისა და თანამშრომლების პრეზენტაციებით განვლილ წლებზე მათი მონათხრობით დაიწყო. კიდევ ერთხელ გააცოცხლეს ისტორიები მუზეუმის დაარსებიდან დღემდე. ისაუბრეს ფონდებში დაცულ მნიშვნელოვან ექსპონატებზე და განსაკუთრებული პატივი მიაგეს იმ ადამიანების ხსოვნას, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს მუზეუმის საქმიანობის განვითარებაში. ღონისძიებასთან ახლდა შემოქმედებითი ნაწილი. სამრევლო სკოლის მოსწავლეებმა გააცოცხლეს მე-19 საუკუნის სალონური საღამოს ატმოსფერო და წარმოადგინეს პერფორმანსი, რომელიც მუზეუმის საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში მომზადდა. საღამო მუსიკალურად გააფორმეს სალოტბარო სკოლის მოსწავლეებმა. ღონისძიების დასასრულს ეკრანზე მუზეუმის ფოტოარქივში დაცული უძველესი ფოტომასალის ვიდეო კოლაჟი ერთი დღე ძველ ოზურგეთში გაცოცხლდა. საიუბილეო ღონისძიებას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლები, ბათუმიდან მოწვეული
მოწვეული სტუმრები, მუზეუმის ყოფილი თანამშრომლები, ასევე საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. დღეს საზოგადოების ისტორიულ მუზეუმში მნიშვნელოვანი დღეა, რადგან მუზეუმი შეუსრულდა დაარსებიდან 90 წელი. მუზეუმი დაარსდა 1936 წელს და დღეს მუზეუმში 4000-მდე ექსპონატი გვაქვს საცული, რომელთა ქრონოლოგიის პერიოდი მოიცავს ძველი წელთაღრიცხვით მე-7000 წლეულიდან დღემდე. ოზურგეთის ისტორიული მუზეუმი ერთ-ერთი უძველესი მუზეუმია საქართველოში. აქ ინახება ჩვენი მხარის წარსულის უნიკალური ნაშთები, როგორიცაა კოლხური თეთრი, ძველი წელთაღრიცხვით მე-6-მე-3 საუკუნე. ასევე გვაქვს ანტიკური ხანის ნივთები, ახალი წელთაღრიცხვით მე-5 საუკუნის მეორე ნახევარი, სარკოფაგები მე-5-მე საუკუნე, ადგილობრივი ოსტატის დამბაჩები, კვაჭაძის დამბაჩები მე-19 საუკუნე და ბევრი სხვა უნიკალური ექსპონატი ინახება ოზურგეთის ისტორიულ მუზეუმში. ოზურგეთის ისტორიული მუზეუმი გადმოგცემს გურიის ისტორიას. დღეს ჩვენი იუბილე კი არ არის მდუმარე ექსპონატების იუბილეა, რომელმაც შემოგვინახა ისტორია. ჩვენ მხოლოდ აქ მუშაკები ვაცოცხლებთ ამ ექსპონატებს და რამდენადაც ჩვენი ცოდნა კარგად გააშუქებს მას, იმდენად უფრო კარგად გადავცემთ ამ ბავშვებს. მეორეც მინდა გითხრათ, რომ ძირითადი ფუნქცია მუზეუმის არის ექსპონატების, ისტორიული ძეგლების შეძენა, მოვლა, შენახვა და პოპულარიზაცია და გადაცემა მომავალი თაობისათვის, რომელიც ჩვენ დროებით გადმოგცა და ეს უნდა კარგად გავაკეთოთ. დღეს მნიშვნელოვანი დღეა, უკვე 90 წელი შეუსრულდა ოზურგეთის მუზეუმს და ძალიან მიხარია, რომ დღეს ესეთი აქტიური არის ეს დაწესებულება. ულოცავ ყველა ადამიანს, ვინც იზიარებს ამ სიხარულს. ჩვენთვის ოზურგეთელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის მუზეუმის არსებობა, რადგანაც ეს არის სწორედ აწმყოსა და მომავლის კავშირი და ძალიან მნიშვნელოვანი არის როგორც საგანმანათლებლო კუთხით, ასევე შემეცნებითი კუთხით, კულტურული კუთხით, ისტორიული კუთხით. აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ასოციაცია გურიაში შეხვედრა გაიმართა. ოზურგეთის თოჯინების თეატრის მსახიობებთან ერთად ბენეფიციარებმა თემატურ აქტივობებში მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიების ფარგლებში ნაჩვენები იყო ფილმი აუტიზმის სპექტრის შესახებ. შეხვედრას დაესწრო ოზურგეთის მერის მოადგილე სოფო რამიშვილი და მერის სოციალური სამსახურის უფროსი მარიამ დარჩია. ყოველი წლის 2 აპრილს აღინიშნება აუტიზმის ცნობადობის საერთაშორისო დღე. ამ დღესთან დაკავშირებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ გადაწყვიტა, რომ სხვადასხვა ცენტრებს ესტუმროს და ამ გადაწყვეტილების ფარგლებში ჩვენ ვსტუმრობთ ასოციაცია გურიას. ამ დღის მიზანი არის, რომ ხელი შეუწყოს საზოგადოებაში აუტიზმის ცნობადობის ამაღლებას და ასევე აუტიზმის სპექტრის მქონე მოქალაქეების უფლებების დაცვა შეუწყოს ხელი. ჩვენ შევეცადეთ, რომ ადგილზე შევხვედროდით აუტისტური სპექტრის მქონე ჩვენს მოქალაქეებს და გაგველამაზებინა ეს დღე. 2 აპრილს ასოციაცია გურიამ უმასპინძლა აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღეს. დღევანდელი დღე შეგვახსენებს, რომ განსხვავებულება კი არ უნდა გვაშორებდეს, არამედ უნდა გვაერთიანებდეს და რომ ყველაზე მეტი და ყველაზე დიდი მხარდაჭერა არის მიმღებლობა. იმის გამოვთქვა, რომ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ ხვალინდელი დღე იყოს უფრო მეტად ფერადი, ინკლუზიური და რა თქმა უნდა, უფრო მეტი სასიკეთო შედეგების მომტანი. აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ოზურგეთის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრში ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ფსიქოლოგთან შეხვედრა. აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების მშობლებმა მიიღეს ინფორმაცია ემოციურ მხარდაჭერასა და თერაპიულ პროცესში მათ როლზე. პარალელურად მოეწყო სხვადასხვა აქტივობები ბავშვებისთვის, რაც უზრუნველყოფდა მათ ჩართულობას უსაფრთხო და მხარდაჭერ გარემოში. აქტივობაში მონაწილეობდნენ როგორც მშობლები და ბავშვები, ასევე მოწვეული სპეციალისტები, ორგანიზაციის პარტნიორები, მოხალისეები და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები. ღონისძიების მიზანი იყო საზოგადოების ინფორმირება აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებსა და მათი ოჯახის საჭიროებების შესახებ. დღეს ოზურგეთის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრში აღვნიშნეთ აუტიზმის მსოფლიო დღე. ერთის მხრივ ჩავატარებთ შეხვედრა მშობლებისთვის ფსიქოლოგთან იმ მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ, რაც ეხება თერაპიებს და მშობელთა ჩართულობას აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების განვითარებაში. მეორეს მხრივ კი გვქონდა აქტივობები ბავშვებისთვის.
მშობლებს მოუწოდებ, რომ მეტად ჩაერთონ საკუთარი შვილის აქტიურ ცხოვრებაში და განსაკუთრებით თერაპიების მერე მიიღონ მონაწილეობა აქტიურად, რადგან მე პირადად როგორც მშობელს ხშირად მიწევს თერაპიის შემდეგ თუნდაც ჩემი შვილის გასეირნება, ქალაქში ტარება, მდინარის პირას, რაც მის საჭიროებას სჭირდება. მშობლის ჩართულობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია ბავშვის განვითარებაში. ამიტომ ვიზრუნოთ, მივიღოთ, გავიგოთ და გქონდეთ ცნობიერება ამაღლებული და ამიტომ მოუწოდებ იმ მშობლებსაც, რომლებსაც არ აქვთ მიმღებლობა საკუთარი შვილის მდგომარეობის, მალევე მიიღონ, რადგან მალევე ჩართულობა თვითონ თერაპიულ პროცესში მოუტანს ძალიან დიდ შედეგს ბავშვსაც და ოჯახს. ოზურგეთის სახვითი ხელოვნების ცენტრ სურათების გალერეაში მორიგის საგაზაფხულო გამოფენა გაიმართა. ექსპოზიცია, რომელიც გურიის მხატვართა კავშირის მიერ იყო ორგანიზებული, ტრადიციულად საინტერესო და მრავალფეროვანი გამოვიდა. 27 მხატვარი, ამდენივე ინდივიდუალური შემოქმედებითი ხედვა და ჟანრთა სიუხვე. საგაზაფხულო გამოფენამ კვლავინდებურად გურიის სამივე მუნიციპალიტეტი მოიცვა და გამოცდილ შემოქმედებთან ერთად ახალ ავტორებს კვლავ მისცა ასპარეზი. საგაზაფხულო გამოფენა თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრის ტრადიციული ღონისძიება და ის უკვე 13 წელია იმართება. ტრადიციულად გურიის რეგიონის კავშირი ახალ საგაზაფხულო გამოფენას ხსნის, სადაც მონაწილეობს ოზურგეთელი, ჩოხატაურელი და ლანჩხუთელი მხატვრები. ჟანრობრივად ბევრი სხვადასხვა სტილის და ჟანრის მხატვრები არიან, ახალგაზრდებიც, საშუალო თაობის მხატვრებიც და არის დაახლოებით 27 მხატვარი გამოფენილი. მათ შორის, ესე იგი 70 ნამუშევარი არის 27 მხატვრიდან დაახლოებით გამოფენილი აქ. ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად ეს გამოფენები საგაზაფხულო საშემოდგომო, რომელიც იმართება ოზურგეთის თანამედროვე სახვითი ხელოვნების გალერეაში. და ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან ესე რომ ვთქვათ შედეგიანი, იმიტომ რომ ბევრი ახალგაზრდა მხატვარი იღებს მონაწილეობას. ფერწერული ნამუშევრებია ძირითადად, პეიზაჟი ნატურმორტი და ერთი თვითნასავლი მხატვარი გვყავს და ძალიან სერიოზული ნახატით არის წარმოდგენილი. ესე რომ ყოველთვის მოგვიხარია ამ გამოფენებზე. საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციისგან უკვე მეხუთედ გურიის კალათბურთის ფედერაციამ საჩუქრები სპორტული ინვენტარის სახით მიიღო. საჭირო სპორტული ინვენტარი კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა გურიის ფედერაციას თავად გადასცა. რეგიონული განვითარების დეპარტამენტის ორგანიზებითა და ფიბას ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მხარდაჭერით კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ნიკოლოზ ცქიტიშვილმა რეგიონული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელ შალვა ონიანთან ერთად გურიის კალათბურთის ფედერაციას სპორტული ინვენტარი კიდევ ერთხელ ჩამოუტანეს. ვახტანგ ვლაგიძის სახელობის სპორტის სასახლეში ფედერაციის წარმომადგენლებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი პაატა კუნჭულია, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და რეგიონის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლაშა თოიძესთან ერთად შეხვდნენ. შეხვედრა მასტერ-კლასით დასრულდა, რომელიც ნიკოლოზ ცქიტიშვილმა ოზურგეთელ კალათბურთელებს ჩაუტარა. დღეს ძალიან ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ NBA-დან ჩამოგვივიდა სტუმარი ნიკა ცქიტიშვილი, რომელმაც ჩამოგვიტანა უამრავი სავარჯიშო ინვენტარი და გაგვახარა ბავშვები. კალათბურთი ჩემთვის არის ყველაფერი, რადგან მე მთელი ნახევარი ცხოვრება დავდივარ კალათბურთზე, ძალიან მიყვარს კალათბურთი და ახლა ნიკა ცქიტიშვილთან შეხვედრა რამდენად გაგახარა? ერთხელ ვიყავი, ჩამოვიდა, მაგრამ ახლა ძალიან გამიხარდა, იმიტომ უფრო კარგ ემოციებზე გამხადა, ადრე უფრო პატარა ვიყავი, მაგრამ ახლა და მადლობა ჩემს გუნდელებს, მიშოს, იოს და სიანოს
kolegებს და მასწავლებლებს. ჩემი მესამე თუ მეოთხე ჩამოსვლა და ყოველთვის მიხარია აქ ოზურგეთში ჩამოსვლა. რაღაც ბავშვებიც ისე ხდებიან, თან ბევრი ბავშვები. რაღაც უკვე კაი ურთიერთობა გვაქვს დამყარებული და მომწონს რომ სპორტი კალათბურთი ზოგადად ესეთი პოპულარულია აქ, ბავშვებიც მონდომებულები არიან. ჩემი დიდი სურვილი იქნება რომ ინფრასტრუქტურას მიეხედოს, ბავშვებს ჰქონდეს საშუალება რომ უკეთეს პირობებში ივარჯიშონ და რა თქმა უნდა ეს უფრო პოპულარულიც გახდეს და უფრო მეტი სურვილი იქნება ბავშვებშიც რომ ამ სპორტით დაკავდნენ და ჩვენი სურვილი ფედერაციის ის არის რომ მაქსიმალურად გვერდში დაგიდგეთ, ჩამოვიდეთ ბავშვები გავახაროთ ხოლმე ჩვენი ესეთი მნიშვნელოვანი ინვენტარებით, ფორმებით, ფარებით, ბურთებით და ნახოთ, მე მგონი ყველა მე მჯერა იმისა რომ ამ რეგიონში კალათბურთი გაიბრძნებს. კალათბურთის ფედერაცია მხარში უდგას გურიის რეგიონის ფედერაციას და არა მარტო გურიის რეგიონის ფედერაციას, საქართველოს რეგიონალურ ფედერაციებს კალათბურთის განვითარების მხრივ უკვე რიგით მეხუთე ჩამოსვლა არის გურიის რეგიონის ფედერაციასთან სტუმრად რეგიონში კალათბურთის ფედერაციის და ყოველ ჩამოსვლაზე მოაქვთ ასევე ინვენტარი ბავშვების განვითარებისთვის და როგორც ყოველთვის ნაწილდება მე რეგიონების მიხედვით ლანჩხუთს, ჩოხატაურს და ოზურგეთს თანმიმდევრობით და მადლობას ვუხდი საქართველოს კალათბურთის ფედერაციას და მის წარმომადგენლებს ჩვენი დაფასებისთვის და გახარებისთვის ჩვენი ბავშვების. ოზურგეთი მასპინძლობს დღეს ცნობილ სპორტსმენს, რომელიც თავისი შრომითა და მიზანდასახულობით არაერთხელ ასახელა ჩვენი ქვეყანა. ბატონი ნიკა წკიტიშვილი ვიზიტი ეს არა მხოლოდ ფორმალური არის, არამედ ეს არის მაგალითი, мотиваცია და მე მინდა მას მადლობა გადავუხადო ჩვენ სპორტსმენებს, ბავშვებს გადასცა სპორტული ინვენტარი და მე მინდა უსურვო ჩვენს მომავალთაობას წარმატებები. ახლა ჩვენს ეთერში ამინდის დროა. ხვალ-ხაირის ტემპერატურა ოზურგეთში 11 გრადუსამდე გათბება. ჩოხატაურში კი 12 გრადუსი იქნება. რაც შეეხება ლანჩხუთს, აქ ხაირის ტემპერატურა ხვალ დღისით +14 გრადუსია ნავარაუდები. რაც შეეხება კურორტებს ურეკში 13 გრადუსია ნავარაუდები. ბახმაროში კი 5 გრადუსი. დედაქალაქში კი ხვალ-ხაირი 14 გრადუსამდე გათბება. ეს გახდა ჩემ ხელთ არსებული ბოლო ინფორმაცია. მე მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ.